Business Code კვლავ პირდაპირ ეთერშია. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი. მოგესალმებით ბატონ დავით. გამარჯობა. სტუდიაში მოგზაურობისთვის. ბატონ დავით, ახლახანს თქვენმა ორგანიზაციამ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა საკმაოდ საინტერესო კვლევა, რომელიც ტრანსპორტის სეგმენტს ეხებოდა. კერძოდ გამოკითხეთ ტაქსის მძღოლები, მიკროავტობუსის მძღოლები, ასევე ავტობუსის მძღოლები და მეტროს მატარებლის მემანქანები. აი რა ჩვენამ კვლევამ რა პრობლემების წინაშე დგანან ეს სუბიექტები, ანუ რა არის ძირითადი პრობლემა, მაგალითად ტაქსის მძღოლების შემთხვევაში რა გამოიკვეთა? უპრეცედენტო კვლევა იმ თვალსაზრისით, რომ ამ სფეროში ასეთი ტიპის კვლევა არ ჩატარებულა დღემდე და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განვახორციელეთ. თვითონ ფრიდრიხ ებერტის ასე ვთქვათ პრიორიტეტებშია შრომითი უფლებების დაცვა ჩვენი მოქალაქეების. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამდენიმე ფაქტორი გამოიკვეთა. კერძოდ კი არის რაღაც საკითხები, რომელიც საერთოა ყველასთვის და არის ინდივიდუალური საკითხებიც. მაგალითად, საერთო არის ის, რომ ის პირები, ვინც აფორმებს ხელშეკრულებას, მაგალითად ტაქსის მძღოლი კომპანიასთან, ან მიკროავტობუსის მძღოლი, ან ავტობუსის მძღოლები კომპანიებთან, როდესაც თანამშრომლობენ, მათ პრაქტიკულად არ იციან შინაარსი, რაზე აწერენ ხელს ხელშეკრულებების შემთხვევაში. ტაქსის მძღოლების შემთხვევაში გამოიკვეთა ისეთი სიტუაციებიც, როდესაც გახსოვთ ალბათ იყო ესეთი კომპანიები, რომლებიც ეუბნებოდნენ ტაქსის მძღოლს, თუ ჩვენთან იმუშავებთ, დაუშვათ 3 წელი, ჩვენ გაძლევთ და შემდგომ ჩვენ მოგცემთ ჩვენ კუთვნილ ავტომობილს და გადმოგცემთ თქვენ კუთვნილებაში. და ყოფილა შემთხვევები, მაგალითად, რომ 3 წლის მუშაობის შემდგომ ბოლო თვეს კომპანიამ უთხრა, რომ აი შენ არ ღვევდი დისციპლინას და ამიტომ ბოლო თვის გამო ის ავტომობილი აღარ გადასცეს უშუალოდ ტაქსის მძღოლს. ხო, ანუ აქ პრობლემა იმაშია, რომ ტაქსის მძღოლებმაც და სხვა მძღოლებმაც არ იციან ხელშეკრულების პირობები, ისინი ითხოვენ სხვათა შორის ამ კვლევამ გვაჩვენა, რომ კარგი იქნებოდა თუ გაუწევდა ვინმე მათ იურიდიულ კონსულტაციას. არის შემთხვევები და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში კომპანიები სარგებლობენ მძღოლების იურიდიული განათლების ნაკლებობით და სამწუხაროდ ამას იყენებენ. დიახ, რაც შეეხება აი ამ მიკროავტობუსების მძღოლებს, აქ ძირითადად კონკრეტული კომპანია ემსახურება და რაც ამ ზაფხულს გამოიკვეთა პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს მოსახლეობას, ის რომ კონდენსირება არ ხდება ამ ტრანსპორტის. რაზე საუბრობენ თვითონ მძღოლები? აი რა პრობლემაა, რატომ არ თავენ კონდენსირებას, როგორც მე გადავხედე კვლევას, საუბარი რომ საკმაოდ მაღალი შენატანი აქვთ აი ამ კომპანიის წინაშე, ფინანსურ შენატანს გულისხმობ და ამის გამო ვეღარ ახერხებენ სრულფასოვან მომსახურებას. კი ბატონო, გამოიკვეთა რამოდენიმე პრობლემა, აქ უნდა დავყოთ ორ ჯგუფად, ეგრეთ წოდებული მარშრუტკები ყველა რო ადგილას მიხვდეს, სადაც საუბრობთ, საქალაქთაშორისო და მუნიციპალური. მუნიციპალური ტრანსპორტის შემთხვევაში მიკროავტობუსის მძღოლები არ მალავენ, რომ მათ უთანხმოება აქვთ კომპანიის ხელმძღვანელობასთან ძალიან ბევრი რიგ საკითხებში. პლუს ჩვენ გვახსოვს, რომ იგივე კონდიციონერებთან დაკავშირებით თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეკეთებინა გარკვეული მონიტორინგი და ვინც დაუშვათ ვისაც არ ქონდა ჩართული კონდიციონერი, ის მძღოლები ჩამოეშორებინათ 10-12 დღე სამსახურისთვის. ეხლა იმ პერიოდში, როდესაც კრიზისია, ისედაც და მიკროავტობუსების არც რაოდენობაა საკმარისი და ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მე მიმაჩნია ეს მიუღებელ გადაწყვეტილებად. თუმცა არ გაამართლა, იმიტომ რომ 10 დღით გაუშვეს მძღოლები, თუმცა ისე ვინც მგზავრობს მიკროავტობუსით, დამეთანხმება, რომ კონდენსირება არ ხდება. ბევრი ფაქტორის გამო აი რა შეიძლება გააკეთდეს, რატო არ გაამართლა ამ სადამსჯელო ოპერაციამ, ასე ვთქვათ და ხო, ბევრი ფაქტორის გამო არის მგზავრების მხრიდანაც პრეტენზია, რომ ზოგიერთი აღნიშნავს, რომ მაგალითად ცივდება, ან ცუდად ხდება კონდენსირების მომენტში, არის და აღებს ფანჯრებს მაგალითად, არის სხვა ტექნიკური ხასიათის პრობლემაც, როდესაც ყოველ წუთში ახლა წარმოიდგინეთ, რომ ყოველ 2 წუთში ერთხელ აჩერებ, აღებთ კარებს, კეტავთ, აჩერებთ, აღებთ კარებს, კეტავს, ასეთ შემთხვევაში კონდიციონერი ფუჭდება მართლა. ანუ ამ შემთხვევაში მძღოლების სულიად ადამიანურად მესმის ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუ გადაეწყობა და ჩვენ ვამბობთ, რომ მიკროავტობუსების თლიანად ქსელი უნდა გადაეწყოს და არ უნდა იყოს ეს ასე, რომ ყოველ 10 მეტრში ერთხელ შეეძლოს გაჩერება და უნდა ქონდეს კონკრეტული ადგილები და ეს სხვათა შორის საცობების, ავარიული სიტუაციების შექმნის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს
კონდენსირებაც ხა ჩვენ ვიცით ევროპული მაგალითები, როდესაც კონკრეტულ მონაკვეთს გადის დაუშვათ მიკროავტობუსი და ამ შემთხვევაში ჩართული არის კონდენსიონერი და იღება კარი და ერთხელ იკეტება დაუშვათ 15-20 წუთის. დიახ, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თუ ესეთი კონკრეტული გაჩერებები გამოიყო, ეს პრობლემა მოგვარდება ამ შემთხვევაში უფრო შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით მე ხა ექსპერტებთანაც გავიარე კონსულტაცია, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ფიზიკურად ეს სისტემა ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ შეიძლება წუთში 3-ჯერ 4-ჯერ გააჩეროს მიკროავტობუსმა, კარი გაიღოს და იკეთოს. ან ტემპერატურის შენარჩუნებაც ვერ მოხერხდება. რაც შეეხება საქალაქთაშორისო გაცილებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. თვითონ რა აჩვენა აქ კვლევა? დიახ, თვითონ მძღოლები, რომლებიც კანონიერი, ასე ვთქვათ, რეისებში არიან და ეს კიდე საკითხავია კანონიერი რეისი რა არის და რა არ არის. ყოველ შემთხვევაში ხელშეკრულებებით არიან დაკავშირებული სადგურებთან. ისინი ამბობენ, რომ არის ეგრეთ წოდებული ხიშნიკები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვიღაცა გზიდან, აი ესე მიდის და იყვანს მგზავრებს და ხშირ შემთხვევაში და ეს სულიად ჩემთვისაც სკანდალური იყო ამ მიკროავტობუსის მძღოლები, რომლებიც ეგრეთ წოდებული ხიშნიკები, მართვის მოწყობაში არ აქვს შესაბამისი კატეგორია, რომ გადაიყვანონ მგზავრები, ანუ აქ საუბარი არის მძღოლის გარდა 8-ზე. დიახ, და აი ვინ უნდა გააკეთოს ამის მონიტორინგი, რომ ეგრეთ წოდებულმა მტაცებლებმა არ მოახდინონ თქვა გზებზე ჩასაფრება, აყვანა მგზავრების, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მგზავრების უსაფრთხოება არ იქნება დაცული. კი ბატონო, ჩვენ როდესაც მივდივართ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, საქალაქთაშორისო მით უმეტეს მივდივართ ასევე ერთ კონკრეტულ უწყებამდე. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, რომელზეც ჩვენ მიგვაჩნია, რომ სჭირდება უკვე დაუყოვნებლივ რეფორმირება, არის დროში ჩარჩენილი სტრუქტურა ფიზიკურად ვერ მიყვება განვითარებას და სისტემა არის ესეთი. სადგური ვალდებულია, რომ ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსი გაუშვას. დიახ. და თუ ასეთი რამ ხდება დარღვევით ტექნიკურად გაუმართავია მაგალითად სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ამაზე უნდა რეაგირებდეს. რაც შეეხება მძღოლს, რომელსაც არ აქვს შესაბამისი მართვის მოწმობა და ისე გადაადგილდება, ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა იმ დონის, რომ შესაძლოა აი ესეთ შემთხვევაში, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს ან ასე ვთქვათ, რაიმე სერიოზული შემთხვევა, მძღოლს დაეკისრება უმკაცრესი პასუხისმგებლობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. დიახ, აი რაც შეეხება ასევე თქვენ მეტროს მატარებლის მემანქანეებიც გამოკითხეთ, აქ რა პრობლემებია ძირითადად? ნუ მეტროს მომსახურება მაინც უფრო უკეთესი დონის არის თბილისში, ნამდვილად ეს უნდა ვაღიაროთ, ვიდრე ვთქვათ სხვა მუნიციპალური ტრანსპორტის. აი აქ რა პრობლემები აქვთ მემანქანეებს? ხო, მემანქანეები და ისევე როგორც სხვათა შორის მძღოლებიც, რომლებიც ავტოსადგურებზე არიან დასაქმებულები და იქიდან გადიან, ძირითადად აქვთ ერთი პრობლემა, ეს არის გარემო პირობები, შრომითი პირობები, ასე რომ ვთქვათ. ანუ მძღოლს უნდა კონდეს საშუალება დაისვენოს ეს არის გათვალისწინებული, ასე ვთქვათ, შესაბამისი ნორმატიული აქტებით, რეგლამენტით, რომ უნდა იყოს შესაბამისი ოთახი მოსასვენებელი, უნდა იყოს აბაზანა მოსასვენებელი, ნორმალური, იმისთვის რომ მძღოლი გადიოდეს დასვენებულ მდგომარეობაში რეისში, პლუს უნდა იყოს აუცილებლად ექიმის შემოწმება რეისში გასვლის წინა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც უნდა ხდებოდეს ზრუნა. ნუ მსგავსი თითქმის არაფერი არ ხდება, ეს ყველაფერია ტექნიკურად გაუმართავი. დაახლოებით იგივე მდგომარეობა გაქვს მემანქანეების შემთხვევაში, გარდა ტექნიკური ხასიათის პრობლემებისა, ნუ რაც არის იგივე მოსვენება მათი არის კიდევ საკითხები ფინანსური, რომელზეც მათ პერიოდულად უწევთ ხოლმე გაფიცვების მოწყობა და არაერთი შესახებ გვსმენია ალბათ. ისინი იფიცებიან ძირითადად ფინანსური საკითხების გამო. დიახ, რაც შეეხება თვითონ მომსახურების ხარისხს, თქვენ როგორ შეაფასებთ და ღირებულებას თვითონ აი ამ გადაადგილების, რამდენად ადეკვატურია და რამდენად პასუხობს ერთმანეთს, აი რა დასკვნას გააკეთეთ? კი ბატონო, დედაქალაქის შემთხვევაში გამოიკვეთა, რომ მძღოლები მაგალითად ნერვიულობენ იგივე მიკროავტობუსის მძღოლები, რომ ერთჩვენიერ დღეს კომპანიის ხელმძღვანელმა არ გაიღვიძოს და არ თქვას, რომ აი დღეს თუ მოქონდათ 50 ლარი, ხვალ მოიდანთ 100 ლარს. ანუ პრაქტიკულად ამის რაღაც რეგულაცია თითქმის არ არსებობს. ეს ავტომატურად გამოიწვევს მგზავრობის გაძვირებას. მე მიმაჩნია, რომ იგივე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, რაც არის დღეს, არ შეესაბამება მის ღირებულებებს, იმიტომ რომ ანუ ფასი მაღალი არის. ფასი მაღალია იმასთან შედარებით, რითაც ჩვენ გზავრობთ. ჩვენ გზავრობთ ტაბურეტკებით
ბოდიში და სხვა კარგად რო გავიგოთ რაზე ვსაუბრობთ. ჩვენ გვზაურავთ კუსტარულად გაზზე გადაყვანილ მიკროავტობუსებით, რომელიც არის ფეთქებაცაშიში. ჩვენ არ ვიცით ამ შემთხვევაში მოწდება თუ არა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც მით უმეტეს ხანგრძლივ მოგზაურობას ვახორციელებთ და ასეთ პირობებში, როდესაც ჩვენ არ იცი არაფერი პრაქტიკულად რითი გზავრობ, ამ შემთხვევაში მიმაჩნია რომ შესაძლოა ეს მაღალიც კი იყოს. დიახ, ასევე სტატისტიკა აჩვენებს ბოლო დროის რომ საკმაოდ გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, ვთქვათ როგორც ფეხით მოსიარულე ადამიანს ეჯახება ავტოტრანსპორტი, ასევე ავტოტრანსპორტის შეჯახების ფაქტები სულ ახლახანსაც საკმაოდ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. Როგორ ფიქრობთ თქვენ რა არის ამის მიზეზი, ვთქვათ ეს საცობები თუ არის სხვა ავტომობილების ტექნიკური გაუმართავობა თუ ვთქვათ მძღოლების მომზადების დაბალი დონე, რაში არის მთავარი პრობლემა? ავტოსაგზაო შემთხვევების მოხდენის ასე ვთქვათ მთავარი საფუძველი არის უფრო გლობალური. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ჩიჩქარის გადაჭარბებაზე ან ნასვამ პირზე, მაგრამ ესენი არის გამოვლინება არის ეს. სინამდვილეში ამას ძირეული პრობლემა აქვს და ეს არის რომ ჩვენ ქვეყანას არ გააჩნია საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია, მათ შორის სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი ქალბატონი ჯინი გრინმა, რომელმაც დაწერა ეს სტრატეგია, ჩვენ ის სტრატეგიაც ვერ მივიღეთ, სადაც ის აღნიშნავდა, რომ თქვენ ხართ ალბათ ერთადერთი ქვეყანა, სადაც საგზაო უსაფრთხოებაზე არ მუშაობს არც ერთი უწყება. თუ ჩვენ საუბრობთ sapatrulo პოლიციაზე, sapatrulo პოლიცია არის სტრუქტურა, რომელიც უკვე მომხდარზე ახდენს რეაგირებას, სიჩქარის გადაჭარბებაზე, ან ნასვამი პირი თუ მოხდა საჭესთან, მაგრამ ის რომ ნასვამი პირი არ მოხდეს საჭესთან, ის რომ სიჩქარე არ გადააჭარბოს ადამიანმა, ამ მიმართულებით მუშაობა არ ხდება. პლუს ჩვენ გვაქვს შავი წერტილები ქვეყანაში, ანუ ადგილები, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევებით არის ცნობილი, ასეთ შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც ხდება 100 ავტოსაგზაო შემთხვევა თვის განმავლობაში და რა ხდება კონკრეტულ შემთხვევაში. რა არის მიზეზი, როგორ იქმნება ეს შავი წერტილები და როგორ უნდა მოხდეს ამ შავი წერტილების განეიტრალება? ეგ არის, ჩვენ ვიცით ადგილები და დღემდე არავის ძირფესვიანად ეს არ შეუსწავლია. ყოველთვის ავტოსაგზაო შემთხვევა, როდესაც ხდება, საპატრულო პოლიცია ძირითადად აჯარიმებს ძღოლს და აქ თავდება ხოლმე პროცესი. სინამდვილეში ეს არის ბევრად ღრმა პროცესი შესასწავლად. უნდა გადიოდეს ექსპერტთა ჯგუფი, იწყებოდეს შესწავლა ძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან თუ ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მდგომარეობიდან დაწყებული, გაგრძელებული იქ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მდგომარეობით. ანუ საინტერესოა იქ მოცულების რისკი ხო არ არის მაღალი, საგზაო ნიშნები კარგად ხილვადია თუ არა, კარგად ჩანდაშუქნიშანი თუ არა და ასე შემდეგ. ანუ ბევრი დეტალი. ჩვენთან ავტოსაგზაო შემთხვევებს, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებს პრაქტიკულად ექსპერტულ დონეზე არ ისწავლება. მაგალითად, შარშან მიკროავტობუსი მოხდა ავარიაში, გარდაიცვალა ქალი და ორი ჩვილი ბავშვი. როგორც წესი, ეს პროცესიც მიდის დაუშვათ მძღოლამდე. ან ახდენდა არასწორ გასწრებას, სიტყვაზე ან სიჩქარე გადააჭარბა და ასე. მაგრამ პრობლემა არის კიდევ სხვა მიმართულებით ასასვლელი. იყო თუ არა ტექნიკურად გამართული, როდესაც გამოვიდა ავტოსადგურიდან მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტაბურეტკები, რაც ვახსენეთ, ჩვენ ეგრეთ წოდებული, ჩაჭედებული დამატებითი სკამები იყო თუ არა და გარემო პირობები როგორი იყო თუ არა დახაზული გზები და ბევრი დეტალი არის. აი ესე უნდა ვსაუბრობდეთ ამას. დიახ, დღეს თქვენ სწორედ ამ თემაზე პრესკონფერენცია გქონდათ, აი რა შეხედავთ გამოსავალს და რა რჩევებს აძლევთ ხელისუფლებას, რომ აი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს. აი რაშია გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობიდანაც ჩვენ პირველი რაც ხელისუფლებას ასე პირველ მოთხოვნად დაუდეთ, ეს არის რეფორმირება ტრანსპორტის სექტორის. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ევროპაში ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ არის სამინისტროს დონეზე სიტყვა ტრანსპორტი აყვანილი. ანუ ყველა ქვეყანას აქვს ან ტრანსპორტის სამინისტრო, ან ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და ტურიზმის, ტრანსპორტისა და გზების, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ბევრნაირი ვერსიით არსებობს ტრანსპორტის სამინისტროები ყველა ქვეყანაში. ჩვენთან ეს არ არის. დიახ, ჩვენთან არის სააგენტო, რომელიც არის ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, რომელთა მუშაობა ჩემი აზრით კრიტიკასაც ვერ უძლებს. არც ერთი ნოვატორული, არც ერთი თუნდაც ნოვაციას თავი დავანებოთ, ევროდირექტივაც კი არ იქნა დანერგილი, რომელიც წერია პირდაპირ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საგზაო უსაფრთხოების საკითხები უფრო მნიშვნელოვანი გახდეს ქვეყნისთვის. პირველი რაც მოუწოდეთ ხელისუფლებას არის ეს, რომ გატარდეს რეფორმა სატრანსპორტო სექტორში. მეორე, საპატრულო პოლიცია გადამზადეს საერთაშორისო ექსპერტების მიერ, იმიტომ რომ ისინი დღეს ვეღარ პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს, დღევანდელ გამოწვევებს თანამედროვე პასუხები არ აქვთ უпростоრად. ეს არის გადამზადება საგზაო მოძრაობის დარეგულირების საკითხებში.
და მესამე ჩვენ მოუწოდეთ მუნიციპალიტეტებს ყველა ქალაქის რომ ამ 600 გარდაცვლილიდან ავტოსაგზაო შემთხვევებში ყოველწლიურად 600 მეტრის გარდაცვალება ხდება 200-მდე არის ქვეითად მოსიარული. ყველა მუნიციპალიტეტმა მოაწესრიგოს ქვეითად მოსიარულით ინფრასტრუქტურა. ეს არის ის ძირითადი მონახაზი, ასე ვთქვათ, რაც შევთავაზეთ ჩვენ. ერთი კითხვაც მინდა ბატონო დავით დაგისვათ და სამწუხაროდ დრო იწურება გადაცემის ან მოკლედ რომ თქვა თუ არის გამოსავალი თქვა ჯარიმების აწევაში ამ შემთხვევაში აი რამდენად უშველის ეს სიტუაცია. კი ბატონო, ჯარიმები არის ერთ-ერთი ნაწილი დაუშვათ ამაზე რაზეც ვსაუბრობთ, მაგრამ პირველი ეტაპი უნდა იყოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამსახურის შექმნა, ჩვენ არ გვაქვს დღეს პასუხისმგებელი უწყება საგზაო უსაფრთხოებაზე, ამას დამატებული პროგრამის წარდგენა და რა თქმა უნდა ადმინისტრაციული სანქციები. მე მიმაჩნია რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ 2012 წელს, როდესაც სიჩქარის გადაჭარბებაზე შეამცირა ჯარიმები, იმიტომ რომ ლეტალობის და სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება ზუსტად სიჩქარის გადაჭარბება. დიახ, ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით. მადლობთ. ანუ როგორ მუშაობს საქალაქო ტრანსპორტი, ასევე რეგიონებში როგორ ხდება გადაადგილება და რა პრობლემები აქვთ მძღოლებს და რამდენად არის ადამიანების უსაფრთხოება დაცული. სწორედ ეს იყო ბიზნეს კოდის მთავარი თემა თქვენთვის პირდაპირ ეთერში. ნინო ნატროშვილი მუშაობდა, ხოლმე 19 საათზე ისევ შევხვდებით ბიზნეს კოდის სტუდიაში.